მოგესალმებით, მეგობრებო, ვაგრძელებთ სერიას მშობლებთან დაკავშირებით და შვილებთან დაკავშირებით, მშობლებისა და შვილების ურთიერთობების შესახებ და დღეს ვისაუბრებთ ისეთი გამორჩეული ტიპის მშობელზე და მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე, როგორიც არის გამნებიურებელი, ანუ შვილისათვის ახირვების შემსრულებელი მშობელი. სიმარტივისთვის დავყოფ შემდეგნაირად. ვისაუბროთ, როგორი შეიძლება იყოს გამნებიურებელი დედა, როგორი შეიძლება იყოს გამნებიურებელი მამა და როგორ შეიძლება ეს მშობლები ურთიერთქმედებდნენ თავის ვაჟიშვილებთან, ქალიშვილებთან და ურთიერთობების რა თავისებურებებით ხასიათდება თითოეული მათგანი. დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით. რას ნიშნავს ახირებების შემსრულებელი? ეს ნიშნავს, როდესაც მშობელს უყვარს ერთი მხრივ თავის შვილი, აძლევს მას სითბოს, თუმცა მეორე მხრივ არ უწესებს საზღვრებს. არ ასწავლის დისციპლინარულ ფარგლებში როგორ იმოქმედოს. ასეთ შემთხვევაში ზოგადად ყველა ბავშვს ერთი მხრივ უვითარდებათ თბილი, მყარი დამოკიდებულება მშობლების მიმართ, შეიძლება თვითშეფასებაც ნორმალურად, ანუ საკმაოდ მაღალი კონდეთ, მაგრამ მეორე მხრივ უვითარდებათ დისციპლინასთან და თვითრეგულაციასთან, ანუ საკუთარი ქცევების სოციუმში რეგულირებასთან მიმართებაში პრობლემები. ასე გამნებიურებელი დედა ვაჟიშვილთან მიმართებაში, როდესაც უსრულებს მას თითქმის უზომოდ სურვილებს, ავითარებს მასში წარმოდგენას, რომ ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია, ჩემზე წესები არ ვრცელდება. მოგვიანებით ეს შეიძლება დიდი ალბათობით გადაიზარდოს ვაჟიშვილის, ანუ ბიჭის პრობლემურ ქცევებში, მათ შორის სკოლაში, მათ შორის სამსახურში ან სოციუმთან მიმართებაში. გოგონებს რაც შეეხებათ, გამნებიურებელი დედა თავის ქალიშვილთან მიმართებაში, როდესაც ასრულებს მის ახირებებს და არ უწესებს საზღვრებს და ფარგლებს, გოგონამ შეიძლება აითვისოს წარმოდგენა, რომ ასევე ჩემთვის ყველაფერი ნებადართულია, მე ვარ განსაკუთრებული და უკვე შემდგომ ბიჭებთან ურთიერთობებში თუ სხვადასხვა ურთიერთობებში სოციუმთან, მას შეიძლება შეექმნეს სირთულეები ნებისმიერ უართან, ნებისმიერ სიტუაციასთან, როდესაც ის არ იქნა ჩათვლილი განსაკუთრებულად, მას არ მოეპყნენ ისე, როგორც თავის დროზე ეპყრობოდა დედა. საერთოდ აღსანიშნავია, რომ ზოგადად საზოგადოების თვალში გამნებიურებელი მამა ძირითადად უფრო პოზიტიურად აღიქმება, ვიდრე გამნებიურებელი დედა. გამნებიურებელ დედას უფრო ეძახიან უპასუხისმგებლო დედას. ამ როლს შეიძლება მამაკაცი ძალიან კარგადაც ითვისებდეს და იყენებდეს თავის სასარგებლოდაც, უფრო ამყარებს, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული fun loving dad, ანუ რომელსაც უყვარს გართობა შვილთან. კიდე შეიძლება იყოს სიტუაციები, როდესაც ამ სიტუაციას მამასთან მიმართებაში პოზიტიურ გამნებიურებლის როლის გამყარება ხდება, როდესაც მამაკაცი გაშორებულია მეუღლეს და შვილს იშვიათად ნახულობს კვირაობით ან დღესასწაულებზე და არ უღირს მასთან კონფლიქტში შესვლა, რაღაც წესების დაწესება ურჩევნია, საჩუქრების ჩუქება, რითიც ან რაღაც ზედმეტად სითბო არ დაუწესებს საზღვრებს, რითიც ხელს უწყობს თავის შვილების ერთი მხრივ თბილ დამოკიდებულებას მათდამი, მაგრამ მეორე მხრივ ფარგლებს არ ადგენს და ისევ დისციპლინის, იმპულსის კონტროლის, მათ შორის მავნექცევების და მომავალში შეიძლება აგრესიული საქციელისაც კი. ზოგადად ბიჭები ახდენენ, ეს ცნობილი ფაქტია, უფრო ექსტერნალიზაციას, ანუ გარეთ გამოაქვთ თავისი მშობლებთან ურთიერთობები, რაც შეიძლება აისახოს დისციპლინის ნაკლებობაში და ცუდ საქციელში და გოგონები უფრო ინტერნალიზაციას, ანუ შიდა წარმოდგენების და შიდა მიდგომების მეშვეობით შეიძლება ავითარებდნენ ნარცისიზმს. საერთოდ მამასა და ვაჟს შორის ურთიერთობაში, როცა მამა გამნებიურებელია და ბიჭი ეძებს მოდელს ქცევის მამასთან მიმართებაში, ეს შეიძლება იყოს ასევე საკმაოდ პრობლემური საზოგადოებასთან მიმართებაში, შეიძლება ზედმეტი თვითშეფასება, ანუ ძალიან ამაღლებული ნარცისიზმი,
მათ შორის ისევ და ისევ წარმოდგენები, რომ მე ვარ განსაკუთრებული, ჩემზე წესები არ ვრცელდება, მე სიტუაციიდან ყოველთვის მშრალი გამოვალ, რაც შეიძლება სტატისტიკურადაც მათ შორის ისახებოდეს უფრო მეტ პრობლემურ საქციელებში, მათ შორის მავნე ნივთიერებათა მოხმარებაში და შეიძლება კანონის დარღვევებშიც კი. რომ შევაჯამოთ, მეგობრებო, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გამნებივრებელი, ანუ შვილის გამთამამებელი მშობელი რაღაცა კუთხით არის მოსიყვარულე მშობელი, რაღაცა კუთხით ის ხელს უწყობს ჯანმრთელ სიყვარულის გამოხატვას, შვილს ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩამოუყალიბდეს მიტოვებულობის ან უარყოფის განცდა მშობლის მხრიდან, მაგრამ უნებლიეთ საკმაოდ ხშირად ცუდ დათვურ სამსახურს უწევენ მშობლები, როცა არ აყენებენ კვეთრ მოლოდინებს და დისციპლინარულ ზომებს. აქვე დავძენ, რომ დისციპლინარულ ზომებში არ იგულისხმება მაინც და მაინც კაცრი დასჯა, აქ იგულისხმება ის მოლოდინები მშობლების მხრიდან ბავშვების მიმართ, რაც მათ გააჩნიათ მათ საქციელებთან მიმართებაში და ის შედეგები, ძირითადად პრივილეგიების ჩამორთმევა, რაღაცა სწავლება, სოციალურად ჯანსაღი, დასჯის გამოყენება, რომელიც არ გულისხმობს არამც და არამც საბაზისო მოთხოვნების უგულებელყოფას. აქ არის საუბარი კიდევ ერთხელ პრივილეგიების ჩამორთმევაზე. მაგალითად, სადმე წაყვანაზე, კომპიუტერის თამაშზე, რაღაც საჩუქრების ზედმეტის მიღებაზე და არამც, რომ მე არ მიყვარხარ, რომ შენ ხარ უარყოფილი ამ საქციელის გამო, არამედ კომენტარი ქცევასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. იმედია თქვენთვის ეს ჩემი ჩანახატი, ეს ჩემი საუბარი იყო საინტერესო და შევხვდებით მოგვიანებით. კარგად წამდებით.